საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ანაკლიას სტუმრობდა. პრეზიდენტს ადგილობრივები დახვდნენ და გულის ტკივილი გაუზიარეს. ანაკლიელების განცხადებით ისრად საკურორტო ზონაში გაკეთდა პრეზიდენტისა და წინა ხელისუფლების დამსახურება. არავის არ გაუკეთებია ამდენი, ამან რო გააკეთა. იმიტომ მიყვარს, რომ ხალხი უყვარს, თავისი ქვეყანა უყვარს. მინახია ძველი ქალაქი და ძველი სოფელი აქაური, მაგრამ ამისთან ამან რო გააკეთა, არავის არ გაუკეთებია. ყველამ ხო ვიცით ეს? გაუსვლელი ადგილი იყო ბაყაყები. ასეთი სილამაზე რო გაკეთდა, რატო არ უნდა გვიხაროდეს? ყველას გვიხარია და უჭერთ მხარს ჩვენ პრეზიდენტს. არ მოვაწი პრეზიდენტი მის შესნაირი. ჩვენ ძალიან ყველა მხარს უჭერს ანაკლიელები მიშას და მიშა გვინდა ბოლომდე. ადამიანია მიყვარს. აი რომ დამხრიტონ მაინც მიყვარს. ფული არაა მთავარია, არის ადამიანი. ადამიანში ადამიანი. გონიერება გაიმარჯვებს. გამოიღვიძებს საქართველოს. პრეზიდენტი ანაკლიაში დღეს ტურისტული სეზონისა და იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა, რომელთა განხორციელება წინა მთავრობის დროს დაიწყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ პროექტების გაგრძელება, რადგან ერთის მხრივ აქ დასაქმებული მოსახლეობა არ დარჩეს უმუშევარი და მეორეს მხრივ კიდევ უფრო განვითარდეს ანაკლიის საკურორტო ზონა. სააკაშვილის განცხადებით ანაკლიის მსგავსი კლიმატი საქართველოში მხოლოდ 2 ადგილზეა, გაგრასა და ბიჭვინთაში. ამიტომ ამ ადგილის განვითარება მნიშვნელოვანია კლიმატური პირობების გათვალისწინებითაც. ასეთ კლიმატი ხარ უნახე პირობებს, თქვი რომ აქ ჩვენ გავაკეთებთ ახალ მარბეას. უკეთეს. და იგი რომ კლიმატი არაფერი არა, ხალხი ძალიან მაგარია, ძალიან კეთილგანწყობილი. ძელი სეზონია. არასოდეს ძალიან არცხელა და ძალიან დიდი ხანი თბილა. მართლა მაგარი ადგილია, ძალიან. ასეთი ადგილი საქართველოში, ასეთი კლიმატით მეორე არის მარტო ბუნებრივი გალის ნაწილი და ბიჭვინთი. სორი ადგილია საქართველოში. უფრო თელ შავ ზღვაზე მარტო ორი ადგილია. ამიტომ არ შეიძლება რომ ამან არ იმუშაოს. ასე რომ აი ეს არის ერთ-ერთი როცა ლაპარაკობენ არამიზნობრივ ხარჯებზე, ამ აკვაპარკზე იყო ერთ-ერთი აქცენტი, რომ არამიზნობრივად გაისროლეს ფული, მაგრამ თუ იმუშავებს ძალიანაც მიზნობრივი იქნება. ეს არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა აკვაპარკი. განსაკუთრებით საპროექტო სიმძლავრეზე გავა ბოლომდე მდინარეზე. ამას რომ მოემატება ის ახალი ის ინდოელების აშენებული ძალიან მაგარი სასტუმრო, რომ მოემატება, ეს ფეხბურთის ბაზა უკვე არის. მე ვფიქრობ, აქ 2-3 სასტუმროც რო დიდი დაემატოს აქეთ ხარეს, ეს იქნება სოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი ნამდვილად გაგრძელება დიდი პორტის. ეს აუცილებლად გაგრძელება, ძალიან მიხარია რომ ანაკლია მიმუშავა როგორც პროექტმა, მიუხედავად ნეგატიური რეკლამისა, მიუხედავად მთელი ამ ყველაფრისა, ამ ხალხმა ეს მუშაობს, აი ცოცხალია, მაგარია და ძალიან მიხარია და მინდა რომ ამ ქვეყანას ყველაფერს უნდა გაგრძელება და მომავალია. მინდა რომ ხალხი ჩამოვიდეს, ქართველებსაც ცოტა ჩამოვიდნენ, ნახა რა სილამაზეს ეს ერთად ხიდი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ანაკლიის სასტუმროებში ქართულ დამსვენებლებთან ერთად უცხოელი ტურისტებიც იმყოფებიან, რაც მისი თქმით მკაფიო პასუხია მათ ბრალდებაზე, ვინც ამ ობიექტების მშენებლობას ხელისუფლების ზეწოლად აფასებდა. ეს სასტუმრო ეხლა მაშინ დავხოდა დავარწმუნეთ მაშინ რომ აშენებია და კაია რომ აშენა, მაგრამ მე ჩვენება საწერიებდნენ ძალით ეუბნებოდა დაწერო რომ სასტუმრო აშენე ბიზნესის ზეწოლის გამო და სავსეა 100% სავსეა და ეგეთ ზეწოლა ნეტავის სხვაზე განხორციელებიყო 100% სავსეა ფული შემოდის ხალხი დასაქმებულია კარგი ზეწოლა განხორციელებია ყოჩახ ჩვენ არ კიდევ პრეზიდენტი არ აინტერესებდა ანაკლია არ აინტერესებდა ის რომ აყვავებულია ის რომ გალამაზებულია ეს ცხინს ხალხს არ ვიცი რატო აი ეს რესტორანი ფოთში აწყობილი დევს მაგის ზედა ნაწილი რომელიც არის სამჯერ დიდი და ისიც მიმზიდველობის ძალიან დიდი წერტილი იქნებოდა ფოთში დევს გემჩენებელს ყოფილში აწყობილი ფულით გადავრიცხეთ ყველაფერი და იმის გამო რომ ჩემი იდეა ისავით იყო. აი ესაა მთავარი. არ მოვარდება, შეიძლება თუ არ გააგზენა. ეს ყველაფერი დავტება, გაუბედურდება. მომავალ აი ნახე რა ფხელა სამუშაო, მიწის სამუშაოები ხა მეშენებობა ცოტა მესმის ბოლოხოთების გამოსილების გამო. მიწის სამუშაოები არის მთავარი. ამიტომ არ შეიძლება ამის აი ესე ყოფნა ერთი სეზონი კიდე აქედან არაფერი არ გამოვა. ამ ხელა შრომა და ფული ჩაყარა ხო ვიღაცა. ეხლა უნდა სტიმული სახელმწიფო და მიცეს კრედიტი დაინტერესოს თხას რომ იაწექი გვერდზე დაუდგეს ხშირად უბრალოდ ისე ვაკეთებ ხოლმე ხე ვიღაც ამას ბიზნესზე წვავს ეძახს და მეორე კავდია ბიზნესმენი და თხოვდი რომ იქნებ დააჩქარო და იქნებ როგორ
ხშირად კი არა, ძალიან ხშირად რეკაცი და მეუბნებოდი სულ ყველა იმანი, იმიტომ რომ ეს არის ეხა იქ ხალხი, რომ შეგვიგება სასტუმროში, ეს არის დასაქმებული ხალხი და ამ ობიექტებს მოყვება დასაქმება ამ ადამიანებს.